მიგრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მსჯელობენ. ცვლილებებით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, ასევე ზუსტდება გრანტების განმარტება, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ახდენდეს გავლენას ხელისუფლებაზე. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მმართველი პარტია ლეგიტიმაციის პრობლემის სამართლებრივი გზით გადაჭრას ცდილობს. ჩვენ გქონდა როგორც პირველი მოსმენა კომიტეტზე, ასევე სესიაზე ჩვენ შენიშნები კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღეთ და ფაქტია, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო გამჭვირვალობასთან, მაგრამ ეს გამოპროექტი ნამდვილად არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ სულ სხვა მიზნით და იდეით არის, ასე ვთქვათ, ინიცირებული. უმთავრესი პრობლემა რაც არის, გრანტების შესახებ ამ კონკრეტულ კანონში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ზღუდავს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლებას და შესაძლებლობას, მათ უნდათ რეალურად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც აქვთ, მათ აღიარების ნაწილში გამოაცხადონ დანაშაულად. სხვა მეტი არაფერი არ არის, უბრალოდ ნამდვილად სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უკვე აღარ უყვირთ მსგავსი რეპრესიული ტიპის კანონები. პირველ რიგში რომ ეს არის ცენზურა და ზეწოლა, ეს არის ყოველად არასერიოზული, მით უმეტეს ჰელსინკის კომისიაზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ. ძალიან პირდაპირ და ნათლად ითქვა ორგანიზაციების კი დასახელდა, რომელი ორგანიზაციები აპირებენ უკანონო თანხების შემოტანას საქართველოში, ისევ ექსტრემიზმისა და რევოლუციური სიტუაციების დასაფინანსებლად. თვითონ გვაიძულეს, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. კანონის ჩარჩოებში მოქცეულიყვნენ, კანონის შესაბამისად ემოქმედათ და არაფერი ასეთი გასაკეთებელი არ იქნებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადგენენ და ეს ორგანიზაციები გადარეგისტრირდნენ ესტონეთში და შავი გზებით აპირებენ ფულის შემოტანას. ჩვენ მოვიფიქრეთ ეს, ჩვენ თქვით, რომ ამას ვაპირებთ, ჩვენ დავაბრალეთ მათ, რომ ამას აკეთებენ. თვითონ აცხადებენ ამას საჯაროდ და ხვამაღლა. როგორც იზღუდება უცხოელის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას მოყვება უცხოური ინტერესი, ანალოგიურად უნდა შეიზღუდოს ირიბად პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ხედავთ იგივე ქალბატონი მარტა კოსი, ლორა თორნტონი და ამ შემდეგ როგორ იმუქრებიან, რომ აუცილებლად რაღაცა შავგზებს მონახავენ, რომ ეს ფული შემოიტანონ NGO-ების, მდიდარი NGO-ების დასაფინანსებლად და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამას გავცეთ და ვალდებულები ვართ, რომ რაც მათ წარმოუდგენიათ პოტენციურ შავხრელებად, ყველაფერი ეს ამოვავსოთ. რაც შეეხება ამ კანონში კონსტიტუციური ორგანოების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მსგავს საკითხებს, სხვადასხვა ფორმით ეს კანონი არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყნებში, იგივე გერმანიაში, იგივე საფრანგეთში, კანადაში, მრავლად არიან ქვეყნები, სადაც ეს კანონი მოქმედებს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმულირება მიუსადაგეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი ამოცანა არის, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს საქართველოში.